რეპორტაჟი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ნახოს, Roblox-ი, Minecraft-ი, Discord-ი, სათამაშო პლატფორმები, რომლებსაც ჩვენი შვილები ყოველდღიურად იყენებენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დანაშაულებრივი დაჯგუფების იარაღად იქცა. 764 ასე ჰქვია საერთაშორისო ნეონაცისტურ დაჯგუფებას, რომლის წევრები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ თამაშებში აქტიურად აკვირდებიან მოზარდებს, შედიან მათთან კონტაქტში, ნდობის მოპოვების შემდეგ კი მათ აიძულებენ მიიყენონ თვითდაზიანება და შეასრულონ მათი ყველა ბრძანება. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო მსოფლიოს მასშტაბით მშობლებისთვის საგანგაშო გაფრთხილებას ავრცელებს. დაკონკრეტებულია, რომ დაჯგუფება სახელწოდებით 764 ბავშვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სწორედ პოპულარულ ინტერნეტ თამაშებს იყენებს. საფრთხე, რომელიც ეკრანს მიღმა იმალება. მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. I have little children come. პატარა ბავშვები თავს ისახიჩრებენ I have ჩემთვის. other people recording. თითქოს რაღაც სექტის ნაწილი ვარ. 47 წლის რიჩარდ დენსმორი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის უკვე 30 წლიან სასჯელს იხდის. მიჩიგანის შტატში მცხოვრები მამაკაცი ნეონაცისტური და ძალადობრივი ქსელის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. 764 ასე ჰქვია ინტერნეტ სივრცეში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სამიზნე ობიექტებს, სოციალურ ქსელებსა და პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე არჩევს. ისინი აკვირდებიან მოზარდებს Twitter-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში. Platforms like Discord, Roblox and Telegram. Roblox-ი, Minecraft-ი, Discord-ი ეს იმ სათამაშო ინტერნეტ პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, კიბერბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს საგანგაშო გაფრთხილებას მშობლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოძიების ინფორმაციით, 9-დან 16 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები შესაძლოა გახდნენ კიბერთავდასხმის პოტენციური მსხვერპლები. დაჯგუფება სახელწოდებით 764 ბავშვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სწორედ პოპულარულ ინტერნეტ თამაშებს იყენებს. ჩემი შვილი დეპრესიასა და ჩაკეტილობას ებრძოდა, როცა 764-ის წევრები დაუკავშირდნენ. 15 წლის გოგონას დედა ყვება თუ როგორ აიძულებდნენ მის შვილს ჯერ შინაური ცხოველის მოკვლას, შემდეგ კი თვითდაზიანების მიყენებას. დაჯგუფების წევრებმა მას სხეულზე დანით ორგანიზაციის სახელწოდების 764-ის ამოტვიფრას აიძულეს. ის, რასაც ისინი მსხვერპლებისგან ითხოვენ, სულ უფრო და უფრო უარესია, უფრო და უფრო საშიში ხდება. აიძულებდნენ ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალის გაგზავნას. ემუქრებოდნენ, რომ ოჯახისა და სკოლის წინაშე შეარცხვენდნენ. როდესაც ბავშვმა საბოლოოდ დავალებების შესრულებაზე უარი თქვა, პოლიციაში ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება განახორციელეს და რამდენჯერმე ჩვენი სახლის სპეცრაზმის ალყაში მოექცა. ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ ბევრ ცუდ რამეს ვხედავთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი რამ, რაც კი ოდესმე გვინახავს. უფროსი გამომძიებელი დევიდ სკოტი, რომელიც კოორდინაციას უწევს დანაშაულებრივ ქსელთან დაკავშირებულ საქმეებს, ამბობს, რომ 764-ის სახელით ცნობილი ტრანსნაციონალური დაჯგუფება თავისი მასშტაბით უპრეცედენტო საფრთხეს წარმოადგენს. სააგენტოს 250-ზე მეტი გამოძიება აქვს დაწყებული. მთელი ამერიკის მასშტაბით ამ ქსელის საქმეზე 55 საველე ოფისი მუშაობს. დაჯგუფების იდეოლოგია ეფუძნება უფრო და უფრო მეტ სისხლიან სცენას და მეტ ძალადობას. ამით დახურულ ჯგუფებში ეგრეთ წოდებული ავტორიტეტის ამაღლება ხდება. რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებ მსხვერპლს, მით უფრო საპატიო ხდები. მაგალითად, მამაკაცმა მოზარდი გოგონა Roblox-ის ჩატში დაარწმუნა, რომ მასზე შეყვარებული იყო. შემდეგ კი აიძულა შიშველი ბარბის თოჯინაზე მისივე სისხლით დაეწერა 764 და ასევე გაეგზავნა საკუთარი თავის დაზიანების კადრები. ეს ყველაფერი ჩვენს შეშფოთებას იწვევს, რადგან საფრთხე გლობალურია. სათამაშო პლატფორმებზე შექმნილ ჯგუფებში და დახურულ ჩათებში მოზარდები ზოგჯერ საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ხშირად თამაში მათ უცხო ადამიანებიც უერთდებიან და პოტენციური დამნაშავის პირველი კონტაქტიც შესაძლოა სწორედ ერთი შეხედვით უწყინარი თამაშის დროს მოხდეს. ონლაინ თამაშები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად პოპულარულია საქართველოშიც.
ის უცხო ადამიანი, პიროვნება, პირველად ცდილობს დობის მოპოვებას ბავშვთან, სწორედ აი ამ თამაშებში, მაგალითად რაღაცა ჯილდოს მიცემით. ხო, რაც ჭირდება, რაც გამოადგება იგივე დონეების გადალახვაში დახმარებით, შემდეგ უკვე შექებით, კომენტარების გაკეთებით, რომ აი შენ შეგიძლია, როგორი კარგი ხარ, როგორი ყოჩაღი ხარ, ამით მოიპოვებს ნდობას და შემდეგ უკვე ზეწოლა არის ძალიან მარტივი ასეთ შემთხვევაში. მერე იყენებენ უკვე მუქარას, შანტაჟს, ეს მუქარა და შანტაჟი ეხება ხოლმე თქვა ოჯახის წევრების რაღაც ფიზიკური ზიანის მიყენებით ან თვითონ მას და გარდა ამისა არის აი ეს დახურული ჩათები, სადაც უკვე ხდება ღიად ძალადობრივი იდეოლოგიის გავრცელება და უკვე იქ აძლევენ დავალებებს, რომ აი კონკრეტ გამოცდას უწყობენ ერთგვარს, რომ აი კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულოს და თუ არ შეასრულოს, მაშინ გარიყავენ. და სწორედ აი ეს ფსიქოლოგიური მექანიზმი მუშაობს ის, რომ ამასაკისთვის მოზარდებს ჭირდებათ აღიარება, ჭირდებათ მიკუთვნებულობა და შესაბამისად შიში, რომელიც იწყება, რომ მე არ გამრიყონ, არ გამაგდონ ჯგუფიდან, ამ შიშზე დაფუძნებულია ეს манипуляция. როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ ონლაინ თამაშებში ჩართული მისი შვილი შესაძლოა დამნაშავის ერთ-ერთი სამიზნე იყოს. მანდატური სამსახურის ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი იმ მთავარ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ოჯახისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს. პირველადი ნიშნები, რაც ვლინდება, ეს არის ჩაკეტილობა, გარიყულობა, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე უარის თქმა, შეიძლება ადგილს ჰქონდეს ასევე სკოლაში სიარულზე უარის თქმა, ან შეიძლება თქვას, რომ აი არ მოსწონს თავის თანაკლასელებთან ურთიერთობები. ეხლა რაც შეეხება ფიზიოლოგიურ, შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, რომელსაც არანაირი სამედიცინო საფუძველი არ გააჩნია, ძილის და კვების დარღვევა. არის ნიშნები, როდესაც მალავს, ფარავს, ხელმისაწვდომობა არ აქვს მშობელს, თქვა ტელეფონთან პაროლები უდევს და სულ აი თქვა შეიძლება გამონათქვამები ქონდეს ესეთი, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა გაუგზავნოს, რაღაცა დავალება უნდა შეასრულოს და ურთიერთობს იმ ადამიანებთან, რომელსაც მშობელი არ იცნობს. ეს არის პირველადი ნიშნები, რომელიც შეიძლება მშობელმა ყურადღება მიაქციოს, რომ რაღაცა საფრთხის წინაშე დგას ბავშვი. ინტერნეტ სივრციდან მომდინარე საფრთხეების შემცირება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვისაც. 764 სახელით მოქმედი საერთაშორისო ქსელი საქმიანობა საქართველოში არ ფიქსირდება. თუმცა საგამოძიებო სამსახურში გვეუბნებიან, რომ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით გახშირდა მოზარდების მიმართ შანტაჟის, მუქარის და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტები. უწყება მანდატურის წარმომადგენლებთან ერთად სკოლებში პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებს. არასრულ წონებს ჩვენ ხშირად ვაფრთხილებთ სკოლაში შეხვედრების დროს, რომ როდესაც მათთან ონლაინ სივრცეში ნებისმიერი პირი მათთვის უცხო ამყარებს კომუნიკაციას, ან თუნდაც ნაცნობის სახელით, სულაც არ შეიძლება, რომ იყოს ის პიროვნება და მის უკან იდგეს ბოროტი განზრახვის მქონე პირი, მათ სთხოვოს პირადი მიმოწერის, ან პირადი ხასიათის ფოტოსურათის, შეიძლება ეს ფოტოსურათები და მასალა იყოს სექსუალური ხასიათის შემცველი, ხო, მსგავსი მასალის გადაგზავნა და შემდგომ შეიძლება მოსთხოვოს მას ფულის გაგზავნა. სოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც დაუცველი ბავშვების შემზარავ ტერორშია ჩართული. ეს შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის სიტყვებია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი ლიდერი გასულ კვირას დააკავეს. ერთი შეერთებულ შტატებში, ერთი კი საბერძნეთში. თავად დაჯგუფების შემქმნელი ბრედლი კადენჰედი ბავშვთა პორნოგრაფიის რამდენიმე ბრალდების აღიარების შემდეგ 80 წლიან პატიმრობას იხდის. ცნობილია, რომ მან კრიმინალური ქსელი 15 წლის ასაკში სათამაშო პლატფორმა Discord-ზე დააფუძნა. სახელწოდებად კი საკუთარი საცხოვრებლის საფოსტო ინდექსი 764 შეარჩია. ქსელს მსოფლიოს მასშტაბით ამჟამადაც 100-ობით მიმდევარი ჰყავს.